კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვა პრეზიდენტმა. ჯილდოები ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების, ასევე მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე დასპარეზობის შესაძლებლობისთვის გადაეცათ. რომ გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, ვიცი რომ ემზადებით და იწყება ხვალიდან მომზადება, მთელი საქართველოს თქვენს გვერდით დგას, ხელისუფლება აღნიშნავ კიდევ ერთხელ რომ ეს წარმატებები ვერ იქნებოდა თუ არა ესეთ მიზანმიმართული დამოკიდებულება სპორტის მიმართ დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა გისურვოთ რომ დიდი წარმატება მიაღწიოთ ამ ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ აძლევთ მაგალითს ბავშვებს, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას იმისათვის რომ ისინი იყვნენ დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით. და ჩვენ ხედავთ რომ მას შემდეგ რაც ქართულმა კალათბურთმა იზემა განსაკუთრებული გამარჯვებები ძალიან გაიზარდა ბავშვებში, ახალგაზრდებში мотивация რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და კონკრეტულად კალათბურთს მიუძღვნათ საკუთარი ცხოვრება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მთავრობის რომ მაქსიმალური პირობები შექმნათ ამისათვის. ჯერ კიდევ არ არის სათანადო განვითარებული ინფრასტრუქტურა, ჭირდება ახალი პროგრამები, პროექტები და რასთავარია განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებას იმისათვის რომ ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, რომელსაც აქვს ინტერესი დაკავდეს კალათბურთით, მივცეთ ამის საშუალება. მინდა წარმატებული ასპარეზობა გისურვოთ ევროპის ჩემპიონატზე და მინდა წარმატებული ასპარეზობა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტო, თითოეული კალათბურთელის ეს დიდი ამაგი ასეთი ლამაზ ჯილდოებით დავაფასეთ. ალბათ არ არსებობს ამაზე მეტი დაფასება ადამიანისთვის, ქართველისთვის, სპორტსმენისთვის, როდესაც შენი ქვეყნისთვის გაწვრილი 8 წლისთვის ჯილდოვდები და გიფასდება ეს ყველაფერი.